მოგესალმებით ინგა, მივესალმები სტუმრებს, ტელემაყურებელს. ხო, ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ თუ მეტი პოლიტიკური ტყვა ეყოლება, ამით უფრო გამართულად ესაუბრება ამერიკას და დასავლურ პარტნიორებს. ეს რაღაცა გავს, როგორც პუტინი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას როცა ბომბავს და მშვიდობიან მოქალაქეებს როცა ბომბავს, ამით გონია, რომ რაღაცა უკრაინას უფრო გატეხს. ეს ლოგიკაა, რაღაცა რაც უფრო მეტი ტყვა ყავს, ივანიშვილს გონია, რომ მით უფრო წელში გამართული დაილაპარაკება ამერიკას და ევროკავშირს. და ამის შემდეგ ჩვენ ასევე უყურებთ ქართული ოცნება ებრძვის რაღაც გამოგონილ ქარის წისქვილებს, ტრებს, რადგან არ აქვს იმ გამოწვევებზე პასუხი, რაც ამ ქვეყანაშია. დაახლოებით 1 წელია უწყვეტ რეჟიმში დავდივა რეგიონებში პროტესტთან ერთად, მონაწილეებთან ერთად დავდივა რეგიონებში, სოფლებში, რაიონებში და ადგილზე ვეცნობი პრობლემებს და ეს პროტესტი დღეს რუსთაველზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია და გულია პროტესტი, შეიძლება აღარ არის მრავალრიცხოვანი, მაგრამ პროტესტი არსად არ გამქრალა. რაიონებშია პროტესტი, სოფლებშია პროტესტი. კი, უბრალოდ შეიძლება ის ადამიანი ვერ გამოდის აქციაზე. ვერ აღჟღერებს მის ხმამაღლა, მაგრამ პროტესტი არის, ანუ 62 მუნიციპალიტეტში შეიძლება არ არსებობდეს ერთი მუნიციპალიტეტი კი, სადაც არ არსებობს პრობლემა დაუსრულებელი სკოლების, ბაღების, გზის, გაზის და სოციალური საკითხების. ესე იგი, ქართული ოცნების მმართველობის ხელწერა ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ ვერ აშენებენ სკოლებს და ბაღებს. მაგალითად, არბოშიკის საჯარო სკოლა მოვინახულეთ, რომელიც უკვე 4 წელია სასწავლო წელს ბავშვების გარეშე ხდება და იქ შემდეგ იმ სოფელში მცხოვრება ბაბუნ გაგვესაუბრა და გითხრა, რომ ეს სკოლა როცა დაიკეტა, ამის შემდეგ სოფელი თითქმის განახევრდა, იმიტომ რომ ახალგაზრდა მშობლებმა ბავშვებს ვეღარ მისცეს აქ განათლება და იზულებულები გახდნენ, რომ წაიყვანათ ეს ბავშვები ახლომდებარე ქალაქებში, თელავში, რუსთავში და ასე შემდეგ. ამაზე პასუხი არ აქვთ. ეს ადამიანები გაბრაზებულებიანი არიან მოლოდინში იმაში, რომ მოხდება ცვლილებები. ამაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ. ასევე უმძიმესი მდგომარეობაა საზღვრისპირა სოფლებში. კი, გავიგეთ, რომ კობახიძე საოკუპაციო ხაზთან არ ჩადის და არ არის იქ და მე თითქოს იმასაც ამბობს, რომ კამერების გარეშე დავდივარო. ასეთ სოფელში ვიყავი, ერის იმედია სიღნაღის მუნიციპალიტეტში აზერბაიჯანის საზღვართან. ეკომიგრანტები დასახლებული სოფელია. ამ სოფლის მოსახლეობა არის უმძიმესი პრობლემების წინაშე. ესე იგი, წვიმის დროს იტბორება მათი სახლების სარდაფები. საზღვისპირა რეგიონი და სხვა ჩვენში გაწყვეტინებს სიტყვა რომ იყო ეხლა მე მქონდა კომუნიკაცია, კონტაქტი თვითონ ამ სოფლის მაცხოვრებლებმა და საკუთარ თავთან დარჩენილები სრულიად მიგდებულები იყვნენ და ჩვენ გთხოვდნენ დახმარება. დინარე როდესაც დიდდება მიაქვს სავალი გზის ნაწილი და იგივე პრობლემა აწუხებდა აზერბაიჯანის მხარეს, მაგრამ იქ სახელმწიფოს რუნავს მის მოქალაქეებზე, ყოველწლიურად მაგრდება ის ჯებირები აზერბაიჯანის მხარეს, მაგრამ ქართულ მხარეს არც კი ახსენდება და ერთადერთი რაც კი ამ სოფელში განხორციელებული პროექტია, ევროკავშირის მხარდაჭერით არის განხორციელებული პირველადი ჯანდაცვის ცენტრი. და ეს ის ევროკავშირია, რომელიც თურმე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ებრძვის. რავი, ისეთ რაღაცა ფანტასტიკურ ფრაზებს ვიგებთ პაპუაშვილისგანაც კი სამაჩაბლოს ანექსია მიმდინარეობს ახლა ჩვენი ტერიტორიების და ამაზე დუმს ქართული ოცნება და ამ დროს პაპუაშვილი გამოდის და ამბობს იმას, რომ როგორც რუსეთი არცემს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს, ისე არცემს ევროკავშირი და დასავლელი ქვეყნები. ანუ ამას კადრებს ჩვენს ხალხს პაპუაშვილი და ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ საზღვრისპირა სოფელში მხოლოდ ევროკავშირი ჩავიდა ქართული ოცნების ხელისუფლებამ ვერასოდეს ვერ გამონახა დრო, რომ იქ ჩასულიყო იმ ადამიანების პრობლემები მოესმინა და გადაჭრეს გზებზე ეფიქრა. ასევე უამრავი პრობლემა, ანუ ასევე მაგალითად ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო, 20 მილიონი ლარი დაიხარჯა ველისციხის რეაბილიტაციაზე 4 წლის განმავლობაში. და ეხლა რო ჩახვიდეთ ველისციხეში, ამ ისტორიულ სოფელში იმაზე უარესი და მძიმე მდგომარეობა, რომელიც რეაბილიტაციის დაწყებამდე იყო. ხალხი რას გეუბნება თოთო? აი, როცა ამ პრობლემებზე ეხლა მე სხვათა შორის ერთი ამბავი მაქვს, როდესაც რეგიონში ჩავდივარ ავტომატურად სუსის ავტომობილი მომყვება. ნუ ეს ბუნებრივია. და მე ადამიანიც უკვე კამერებთან ვეღარ მესაუბრება, იმიტომ რომ სუსი უყურებს და აი რაღაცნაირად ვცდილობთ რომ მეტი კომუნიკაცია გქონდეს, მაგრამ ქართული ოცნება ეს ხერხებით, რუსული მეთოდებით ვცდილობს რომ ადამიანებს რაღაცა შორიდან ანიშნოს, რომ აი ამას ეს ოპოზიცია და ამას არ უნდა გაესაუბრო, არ უნდა მოუყვა პრობლემებზე. არ უნდა შეხვდე შენ და ამ შემდეგ იმიტომ რომ ამ ადამიანის ოჯახის წევრი მაინც მუშაობს, სადღაც დასაქმებულია და ამის აშანტაჟები რომ თუ შენ ამას დაელაპარაკებ, შენი ოჯახის წევრს პრობლემა შეექმნება და უჭირს ადამიანებს კომუნიკაცია, მაგრამ ეს ბრაზი არსად არ არის წასული, ეს პროტესტი არსად არ არის წასული, ადამიანებს პროტესტი გააქვთ და ისინი ფიქრობენ როგორ გამოხატონ ეს პროტესტი და ჩვენი მიზანია რომ მიუხედავად იმისა რომ მესმის მძიმე მდგომარეობა
ადამიანის უფლებების კუთხით ამ ქვეყანაში, ასევე უმძიმესი მდგომარეობაა სოციალური კუთხით. ამაზე უნდა ადამიანის უფლება იცხოვროს ნორმალურად. განათლების უფლება აღარ აქვს. განათლების უფლებაც აღარ აქვს ბავშვებს. კი ბატონო, კი. სკოლები ინგრევა აღარ შენდება. ასევე არ შეუძლიათ მაგალითად თუ სასმელი წყლის პროექტი კეთდება, სამოძრაო გზა ფუჭდება. ან თუ გზა კეთდება, წყალი ფუჭდება. ანუ ორი რაღაცა საჭიროება უმნიშვნელოვანესი. ფული კეთდება? ფული კეთდება, ტენდერი ისე იწერება, რომ არ არის გათვალისწინებული ის, რომ როდესაც სასმელი წყლის მილი უნდა გაიყვანო, იქ გზა გაფუჭდება და შემდეგ ამ გზას თავიდან ჭირდება გაკეთება. ეს აღარ არის. გახსოვთ რა ამბავი იყო, საძოვრები რო გადაუხნეს თუშებს, აი საუკუნეები ამ გზით დადიან და გადაუხნეს ჩახოცეს აზერბაიჯანელები იყვნენ, თუშები იყვნენ, მეგონი ჩვენი აზერბაიჯანელები, ანუ ეთნიკურად აზერბაიჯანელები მთელი ამბავი იყო. და ჩვენ როცა ვსაუბრობთ, აი კორუფციაზეც რო იყო საუბარი, ღარიბაშვილმა რომ ოქროზოდები წაიღო, ვიღაც ჩინოვნიკებმა მილიონები მოიპარეს. ეს ფული ხო ჰაერიდან არ მოსულა, ეს ფული მოპარეს ამ ხალხს, რომელსაც უკვე ეს პრობლემები შეექმნა ამ კორუფციის გამო. რეგიონში ცხოვრება დღეს უმძიმესია, სწორედ ამიტომ ხდება, ხო, მიგრაცია. 2000 ბოლო 5 წლის განმავლობაში 22000-მა სკოლის მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა. ხო, კატასტროფაა. აი და მაგის ეს არის უმძიმესი სურათი ქვეყანისთვის ერისთვის, რომელიც მილევად რეჟიმშია.